ეს ძალიან საინტერესო თემით დაგიბრუნდით, ღვინოზე ვისაუბრებთ და განსაკუთრებულ მიდგომაზე, მევენახეობაზე, მეღვინეობასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი დეტალი არის და სტუმართან ერთად შევეცდები კიდევ უფრო მეტი გითხრათ, თუ რას ნიშნავს აკეთო ღვინო განსაკუთრებული მიდგომებით და რეალურად ნაკლები დანახარჯით. გოგა თევზაძე იქნება ჩემი სტუმარი, მეღვინე 525 Grapes თანადამფუძნებელი, დილამშვიდობისა, მადლობა ჩემთან ერთად რო ხართ. როდესაც გავეცანი ინფორმაციას თქვენ შესახებ, მივხვდი, რომ საკმაოდ კარგი რაღაც მელოდებოდა თქვენთან საუბრის დროს და მინდა მაყურებელსაც გაუზიაროთ ეს ყველაფერი. პირველ რიგში მოდი დავიწყოთ თვითონ იდეით, რა არის ეს იდეა და მე უკვე ძალიან ბევრ დეტალში გამოყვებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. 525 Grapes არის ესეთი პლატფორმა, ანუ ყურძნის ჯიში 525. მოგეხსენებათ, დიდი მრავალფეროვნება გვაქვს ქართველებს და ამით ვართ მდიდარი, ქართული ენდემური ჯიშები. 525 ჯიშია, პლუს მინუს, მაგრამ მარკეტინგულადაც სწორი მოპოვებაა და თქვათ ხედვა ამ ბრენდის დაწყება. იდეა მდგომარეობს შემდეგში, შექმნილი არის ჩვენ პარტნიორებთან ერთად, მოვახერხეთ შევძელით ესეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც ითვალისწინებს როგორც კლასიკურ მეღვინეობას, ასევე ტრადიციულ მეღვინეობას. პირველი ეტაპისთვის წელს პირველი კომერციული წელია ამ პროექტისთვის. დაახლოებით 60 ტონის გადამუშავების მარაგის წარმოება არის, როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული ქვევში დაყენების. და ეს ყველაფერი მდებარეობს სოფელ ბიწმენში, საგურამოსთან ახლოს. იდეა ორი სიტყვით ამ პროექტის არის ის, რომ შენ არ გაქვს პირობითად შენი საკუთარი მარანი, ან შესაძლებლობა, ან არ გაქვს სურვილი დიდი ინვესტიციის ჩადების, რაც მოგეხსენებათ, ღვინის ბიზნესი მოითხოვს დიდ ინვესტიციას და სუგრძელობას, ასე ვთქვათ, და ხანგრძლივობას, ეს უცბად არ ხდება. და ჩვენი პლატფორმა, ჩვენ პროფესიონალურ გუნდთან ერთად თავაზობს ამ სერვისს. პარალელურად იმისა, რომ თავის ბრენდსაც აშენებს ეს კომპანია და როგორც ვახსენეთ 525 Grapes, ესეთი სახელწოდებით, სასაქონლო ნიშნით. და ორი სიტყვით, წელს პირველი წელია და დღევანდელი დღეის მდგომარეობით 51 ტონა ყურძენი გადავამუშავეთ და მათ შორის 7 დამკვეთი არის. მოგვიწია მუშაობა დაახლოებით 13 ყურძნის ჯიშთან, მათ შორის უცხოურ ჯიშებთან, გამომდინარე შეკვეთიდან, მათ შორის Sauvignon Blanc, Chardonnay, Merlot, უცხოური ჯიშები, მაგრამ რა თქმა უნდა, ძირითადად ქართლის ჯიშები. მოგვიწია კახურ ჯიშებთანაც მუშაობა, ისევ დამკვეთიდან გამომდინარე და ეს დამკვეთი და შემსრულებელი, მოდით ესე დავარქვათ, უფრო მე არ ვიტყოდი ესე, უფრო დავარქვათ ესეთი მეგობრული და პროფესიონალური ურთიერთობა. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც ადამიანი მოდის, ან თავისი ვენახი გააჩნია მას და თავის ყურძნით უნდა რომ გადამუშავდეს ღვინო და აყენოს, ან სურვილი აქვს რომ ჩვენ მოუწიოთ ის მიკროზონა კონკრეტული, ან ის ყურძნის ჯიში, რაც ასევე დამატებით თქვათ კონსულტაცია მუშაობა შრომას ითვალისწინებს, შემდგომ სტილისტიკაზე ვსაუბრობთ, ან როგორი ტიპის ღვინის დაყენება უნდა, რამდენად მძიმე და მძიმე თქვათ კახური სტილისკენ წაყვანა უნდა ქვებში, ან რამდენად კლასიკურ მეღვინეობაში თქვათ შემდგომ კაცში დაძველება უნდა, მას ბოჭში დაძველება, ანუ ეს პლატფორმა მთლიანად ითვალისწინებს ამ სერვისებს, თუ ჩავშლით ესე და გავუყვებით თქვათ ყურძნის დაწურვიდან, ღვინის დაყენებამდე, ღვინის ჩამოსხმამდე, დასაწყობებამდე, დაძველებამდე ბოჭში ან კაცში. და ნუ შემდგომ ბოლოს ვიტყოდი, რომ ეს არ არის მხოლოდ აი წარმოების ნაწილი, რომ ღვინო დავაყენეთ და ჩვენ დავამშვიდობეთ ერთმანეთს, ჩვენ აქვე თავაზობთ ესეთ 525 კლუბი იქნება, ესე ვთქვათ, ამ ადამიანები, სადაც სადეგუსტაციო პლატფორმა იქნება ასევე, სადაც ჩატარდება ვორქშოპები, შეხვედრები იმპორტიორებთან, ბლოგერებთან, ღვინის მოყვარულებთან, როგორც უცხოელ, ასევე ქართველ, გასტრონომია ჩაერთვება და უკვე მზადებაშია ეს პროცესიც, ტურიზმი რა თქმა უნდა ჩართულია. თვითონ ადგილმდებარეობა დაახლოებით 15 ჰექტარი არის მიწა. ამ პლატფორმას თავისი ვენახიც გააჩნია 3 ჰექტრამდე ამ ეტაპზე და მომავალში იგეგმება ვენახების გაშენებაც. მაგრამ აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს მოძრაობა
პირობითად ესეთი ტრაფიკი იქნება ბიცმენში. კი ბატონო, გოგა, ძალიან საინტერესო საკითხებს შეეხედა, რამდენიმე საკითხი კიდე მინდა გავშალოთ. ესე იგი, თუ ჩვენ ვართ მცირე და საშუალო მეღვინე და არ გვაქვს სურვილი, რომ გავიზარდოთ, ახალი ჯიში დავამატოთ, ან ახალი ღვინის მიმართულება ხაზი გავხსნათ, მაგრამ არ გვაქვს სათანადო ინვესტიცია. ეს ვიცით, რომ ძალიან დიდ ფინანსურ წნეხთან არის დაკავშირებული, რომ საწარმო ხაზი ააწყო თუნდაც, ღვინის დასაბინავებლად, გადასამუშავებლად და ასე შემდეგ. ხართ იდეალური პლატფორმა საიმისოდ, რომ უკვე ჩვენი არსებული წარმოება გავაფართოოთ, გაცილებით სწრაფად, ვიდრე ეს და ნაკლები დანახარჯებით, ვიდრე ეს გვექნებოდა, ასე ვთქვათ, ჩვენ საკუთარ საწარმოში. კი, ზუსტად ესეა. მე ვიტყოდი, რომ დარგში მოღვაწეობ 96 წლიდან, მაქვს საკმაოდ გამოცდილება დაგროვილი, დაწყებული კომპანია GVS-დან, შემდგომ გაგრძელებული ამერიკაში, სწავლა-განათლებით, მუშაობით და საქართველოშიც რამოდენიმე სხვადასხვა ბრენდში მონაწილეობდი მის შექმნაში და დღემდე მართვაში. ამ ყველაფრის შემყურე ერთს ვიტყოდი, რომ ძალიან მეტი ძალისხმევა ჩვენ ქართველებს გვჭირდება, რომ უფრო ჩავდოთ მარკეტინგში და გაყიდვებში და ვიმუშაოთ მეტად ღვინის ცნობადობაზე. აქედან გამომდინარე, ეს პლატფორმა ზუსტად მაგ ზოგავს აი მცირე თუ საშუალო მეწარმეებს, ან ახალბე და დამწყებ მსურველებს, ვისაც თავის ღვინის ბრენდი უნდათ რომ შექმნან, რომ ამას ჭირდება დამეთანხმებით გამოცდილება, ცოდნის მიღება, ინვესტიცია, რაც თქვენ ახსენეთ. მაგრამ მე ეს პლატფორმა თავაზობს ამ პროფესიონალურ გუნდს და ამ ყველაფერს იქ ადგილზე, ამ დანადგარებსაც, გინდა ტრადიციულ ნაწილში ქვევრებს და უკვე თანამედროვე კლასიკურ ნაწილში ინოვაციურ დანადგარებს, რაც დღეს მიღებულია ღვინის სექტორში და მათი, ესე იგი, დრო იზოგება ამ შემთხვევაში, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ და ძალისხმევა გაყიდვებს, იგივე შეფუთვას, რასაც ქვია ბრენდირებას. აქაც ჩვენ ვაძლევთ კონსულტაციას, დამატებით შეგვიძლია მივცეთ, მაგრამ არის შემთხვევები, რომ ადამიანს ან არ აქვს იმდენი ცოდნა, ან მეტი გამოცდილება, ან დრო არ აქვს იმდენი, რომ ამ ყველაფერს დაუთმოს და ზუსტად აი აქ ერთვება ეს პლატფორმა და ამ სერვისს თავაზობს. თან თუ ვამბობთ იმას, რომ თქვენ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ, თქვენს გუნდს აქვს გამოცდილება, ჩვენ არა მარტო რაღაც სასაწყობე ფარც კი ავქირავთ, არამედ ჩვენ შემოვდივართ იმ ნაწილში, რომ პროფესიონალები დადგებიან ჩვენ გვერდით და ჩვენი ღვინო დაკრეფიდან, იმიტომ რომ თქვენ ისეთ ყურძენს არ მიიღებთ ჩვენგან, რომელიც არ იცით, როგორი მოვლილი არის ამ პროცესში ჩაერთვებით, დაკრეფიდან უკვე საბოლოო პროდუქტამდე გამოყვებით და ეს ხარისხი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრ დაავადებას იკიდებს ხოლმე ღვინო სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის უბრალოდ ცოდნა არ გვაქვს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ვიქნებით დაცულები. ეს არის საკმაოდ დიდი დაზღვევა, როდესაც მეღვინეობაში ხარ ჩართული. კი, ზუსტად ესეა. ღვინოები ტემპერატურული რეჟიმის ქვეშ არის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყურძნის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია და მოგეხსენებათ, რომ 85% ღვინის ხარისხი განისაზღვრება თვითონ ვენახის ყურძნის ხარისხიდან. ამიტომ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვახდენთ ამ შეთანხმებას, ხელშეკრულებას, ვდებთ ესეთ სერვისზე და თანამშრომლობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ყურძნის ხარისხი, რომელსაც ესე მეგობრულად და პროფესიონალურად, ანუ დამკვეთი და ჩვენ ვასრულებთ ამ საქმიანობას და მივყვებით. ჩვენ გვაქვს ელექტრონული და ასევე ასე ვთქვათ, ჟურნალში გატარებული ეს აღრიცხული მთელი სრული ინფორმაცია. ნებისმიერ დროს უკან შეიძლება ამის, მოდი ასე ვთქვათ, გადახვევა და წასვლა, ზუსტად რა დეტალზე, სად, როგორ, ანალიზების პარამეტრები, როგორ იყო ღვინის, იქ დეგუსტაციის ნაწილი არის. ჩვენთან ერთად ასევე ძალიან საინტერესოა, რომ ასევე უცხოელი სტუდენტებიც მონაწილეობენ, ქართველი სტუდენტებიც, აქვე ეს პლატფორმა ამის საშუალებასაც აძლევს ახალგაზრდებს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, პრაქტიკას გადიან ისინი თან და ამ ხარისხის მithვალყურება, ასე ვთქვათ, მიდევნება ხდება ერთობლივად. შემდგომ უკვე ის დაძველების ნაწილი არის ღვინის ზოგს, ესეთი სტილისტიკა აინტერესებს ზოგის, ბაზარით ხოს სხვანაირი სტილისტიკა. ჩვენ ყველანაირად გახსნილი ვართ გზად და ეს ზოგადად ღია ორგანიზაცია, აქ დამკვეთი მოდის თავის მეგობრებთან ერთად, შეიძლება მის საკუთარ იმპორტიორთან ერთადაც მოვიდეს, იქ B2B შეხვედრების მოაწყოს, ყველაფრის საშუალებას ვაძლევთ საწარმოში. კი ბატონო, გოგა, და აუცილებლად მე როგორ დავინახე ეს ყველაფერი, ეს საზოგადოება და 525 გრეიპსი იქნება ხარისხის გარანტია. ეს იქნება
აი მეგობრობაზე დაფუძნებული community ორგანიზაცია, რომელსაც მთავარი საყრდენი წერტილი ექნება ხარისხი, რაც ღვინოში ალბათ ყველაზე მთავარია და ეს საზოგადოება ჯანსაღებს ქართული ღვინის ხარისხს და კიდევ უფრო მეტად მისცეს სტიმულირებას აი იმისოდ, რომ საქართველოში შეიქმნას პრემიუმ ხარისხის ღვინოები. არის თუ არა სწორად დანახული ჩემი ფოკუსი? კი, აუცილებლად ეს ყველა ღვინო, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ, რა თქმა უნდა, პრემიალური ხარისხის არის, ეს არ არის მას წარმოების პროექტი და პლატფორმა, რომელიც პირობითად მილიონობით ბოთს აწარმოებს. ამ ეტაპისთვის შეჯერობით დაგეგმილია დაახლოებით 200-250 ტონამდე გაზდა ამ პროექტის, რაც დაახლოებით 200,000 ბოთლია, მაგრამ ის უნდა დავინახოთ სხვადასხვა ჯიშებთან ურთიერთობა, სხვადასხვა რაოდენობებთან. რაც შეეხება პოპულარიზაცია ზოგადად ქართული ღვინისთვის, ეს ძალიან საინტერესო პლატფორმაა, სადაც ნებისმიერი ღვინის მოყვარული თუ იმპორტიორი შეძლებს ერთ ჩამოსვლაში, ერთ ნახვაში ძალიან დიდი მრავალფეროვნების ნახვას. ეს არ არის აუცილებელი მაინდა-მაინც, რომ დიდი რაოდენობით რომელიმე ჯიში ან სტილისტიკა ღვინის იყოს იქ ნაწარმოები, მაგრამ მომავალშიც გასააზრებლად და საფიქრალად გინდაც იგივე ჩვენ ქართულ მწარმოებლებისთვის, გინდაც უცხოელებისთვის ძალიან საინტერესო ფონი იქნება და აქ ანუ გაწერილი იქნება მთელი წელი ეს პროფესიონალური დეგუსტაციები, ვორქშოპები, ჩვენ კოლაბორაციას ვაპირებთ სხვადასხვა პროფესიონალურ ორგანიზაციებთან, ასევე განათლების კომპონენტი რო შემოიტანოთ. განათლების კომპონენტი, ანუ ჩვენ გასვლითი პროგრამებიც გვინდა, ვთქვათ, რომ დავიწყოთ როგორც ვახსენე სტუდენტები, როგორც საქართველოსთან უცხოეთში გაშვება, უცხოელი სტუდენტების წამოყვანა, ვთქვათ, ამ პროცესში და ისიც ეს აპრობირებული პრაქტიკაა და ზოგადად ორი სიტყვით მინდოდა მეთქვა, რომ ესეთი ტიპის პროექტი ამერიკაში პირობითად პორტუგალიაში ძალიან ისეთი აპრობირებულია და ცნობილი პრაქტიკა არის ეს ეგრეთ წოდებული custom crush winery ქვია. ამას ასევე რაც რჩება მეღვინეობის კუთხით, ის იქნება ჭაჭა, ლექი, ამის გამოხდის და დისტილაციის პრაქტიკაც და უკვე სერვისიც ჩაბმული არის ამ პროექტში. ამასაც ვთავაზობთ და ფაქტიურად აი რაც კი შეიძლება ადამიანმა ინოვაციურად მოიფიქროს ამ დარგის გამო, ვცდილობთ რომ ყველანაირი სერვისი შევქმნათ. დამატებით მომავალი წლისთვის გვეგმავთ უკვე ცხრიალა ღვინოების სერვისის დაწყებასაც, რაც ასევე იცით რომ ძალიან ტრენდული და მოთხოვნადია დღეს. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა გოგა სტუმრობისთვის და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმისთვის, რასაც ღვინის დარგში აკეთებთ, რა ღვინოსაც აკეთებთ ზოგადად, იმიტომ რომ საკმაოდ სენსიტიური და ალბათ ისეთი პროდუქტია, რომელთაც თავს წარმოვიჩენთ ხოლმე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და მადლობა იმ ხარისხისთვის და იმ პროფესიონალიზმისთვის, რაც გაქვთ თქვენ და თქვენს გუნდს. წარმატებები. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის, მოწვევისთვის. წარმატებები. კი ბატონო.